ჩვენ ვლაპარაკობთ მუდმივად იმაზე, კალაძემ თქვა, ჰერჩინსკიზე ეს. კობახიძემ დაამატა ის. პრინციპში ერთი და იგივე რამეს ამბობს, ერთი ბანდიტი და მეორე ბანდიტი. ორივენი ამ სახელმწიფო ანუ რუსულ მესიჯებს გვაცნობენ. ჰერჩინსკის დავიბარებთ ჩვენ და ჰერჩინსკის რო დავიბარებთ, გავკისკავთ. ამ სიტყვას ამ უკანასკნელს არ ხმარობენ, არ მიშველიებენ, მაგრამ პრინციპში ეს სიგულისხმება არც არაფერი ჰერჩინსკის არ უთქვობს. ჰერჩინსკიმ თქვა, თუ გინდათ რომ საქართველო იყოს, საქართველოში არ იყოს კორუფცია, ძალადობა, რა ვიცი, სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ, თქვენ უნდა დაუბრუნდეთ ევროგზას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მაგრამ საკითხულიდან შინაარსი არა მარტო ვერ, არამედ არც გამოვაყოს. ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, სხვებს და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი მეორე უსვინდის ოკაციაზე, მაგალითად საქართველოს პარლამენტიდან, ისინიც ახვევიან ლიდერებს და ვისაც არ დაეზარება თითოეული მათგანი იტყვის თავის მძიმე ოღონდ სახელმწიფო ჩათებში გავრცელებულ მესიჯ ბოქს გააცნობს ქართულ საზოგადოებას. ელჩი ჰერჩინსკი არის აგე ომში გვითრებს, არაფერი მსგავსი ელჩი ჰერჩინსკის ევროკავშირის სახელით არ უთქვამს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, კიდევ 20 ჯერ ვიტყვი, მაგრამ ბანდიტები ამას ამბობენ, ბანდიტები რუსულ გზავნილებს აცნობენ ქართულ საზოგადოებას, ასე ურეცხავენ ტვინს ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს და სახელმწიფო ბანდიტური მედიაც, აქ იგითხარით წინა ვიდეო ბლოგში, მათ სამსახურშია, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს ან ბევრს ყოველ შემთხვევაში აქვს 10, 20, 30, 40, 45, 50,000 ლარი და 50,000 ლარი რო გაქვს ხელფასი, მამუკა მდინარაძეს, კი არა რა ქვია იმას, ირაკლი კობახიძეს გზავნილებს რასაკვირველია შეთქმულებ პირდაპირ მნიშვნელობითაც გაიგეთ თუ გნებავთ, ნუ გაიგებთ პირდაპირ მნიშვნელობით არა აქვს ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა გადამწყვეტი არსი. მოგეთ ჰერჩინსკიმ სხვა რამე თქვა, ესენი სხვა რამეს ამბობენ, გასაგებია გავიგეთ. მაგრამ ამასობაში ჩვენ შემოგვავიწყდა რა არის მთავარი გზავნილი ელჩი ჰერჩინსკისა ევროკავშირის სახელით. და ძალიან საინტერესო გზავნილია ამასთან, ესეც უნდა ვთქვათ, და სწორედ ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ანუ არა მარტო რეაქციაზე კალაძისა თუ კობახიძისა თუ სხვებისა, არამედ პირველ მთქმელის სიტყვების შინაარსს უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მე ამით დავკავდები. ახლა ნახეთ რას ამბობს პაվել ჰერჩინსკი. ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ყველა სიტყვას, ყველა მახვილს მიაქციეთ ყურადღება. ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. რატომ ამახვილებს დროზე, პერიოდსა და დროზე, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ესოდენ დიდ ყურადღებას, რატო უთმობს პერიოდსა და დროს ელჩი პაվել ჰერჩინსკი, ანუ ის აკონკრეტებს კვირებსა და თვეებში გადაწყდებაო, მომავალშიო, უახლოეს მომავალშიო. კვირები არის მაგალითად რაღაც პირობითად 3 კვირა, 4 კვირა თუნდაც, ანუ დამოუკიდებლობის დღემდე 26 მაისამდე მაგალითად. თვეები არის კარგით, აი მაისი, ივნისი, ივლისი, კარგი სექტემბრი, მოდი მაქსიმუმი გავჭიმოთ და ამგვარი რედაქციით ჩამოვაყალიბოთ ეს ირადება. ის რაც მიმდინარე წელს გადაწყდება, განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ანუ მიმდინარე წლის ბოლომდე, დეკემბრის მიწურულამდე მოვფარგლოთ ვადა პერიოდი დრო. ამას გულისხმობს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას ელჩი ჰერჩინსკი. რაც შეიძლება გადაწყდეს მომავალ თვეებში, მომავალ პერიოდში, უახლოეს პერიოდში. ბრიუსელმა რა შეიძლება გადაწყდეს, ამაზე გავამახვილებ თავდაპირველად ყურადღებას თქვენის ნებართვით. პირველი. მიმდინარე წლის ნოემბრის მიწურულს დეკემბრის შუა რიცხვებში თუ ეს პოლიტიკა გააგრძელა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, კობახიძემ, მდინარაძემ, სხვებმა, ვაპუაშვილმა, ბრიუსელში შეიძლება შეიკრიბონ და თქვან, რომ თქვენ ვეღარ იმოგზაურებთ ტურისტული ვიზებით, უფრო ზუსტი რო ვიყო, ევროკავშირის ქვეყნებში, უფრო სწორად შენგენის წევრ 22 და კიდევ 4 სახელმწიფოში. ანუ ჩაიკეტოს გზა არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისათვის, კალაძე ვერ დადის, კირცხალია ვერ დადის, კობახიძე ვერ დადის და ასე შემდეგ, არამედ ვერ გაემგზავრებით თქვენ ტურისტული ვიზიტითაც
ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ან ევროპის რომელიმე სახელმწიფოს ქალაქში. 90 დღე თქვენ გაქვთ 180 დღეში, ანუ ნახევარ წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებში შენგენის წევრ სახელმწიფოებში უფრო ზუსტი ვიყო და კიდევ 4 სახელმწიფოში უვიზოდ ყოფნის დარჩენის შესაძლებლობა ერთიანად გამოიყენებთ, ცალ-ცალკე გამოიყენებთ, ახლა ერთი კვირა გაემგზავრებით და ორ კვირაში კიდე 3 კვირა გაემგზავრებით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. პირველ 6 თვეში უნდა იყოთ 90 დღე. მერე მეორე 6 თვეშიც გაქვთ 6 თვეში გაქვთ 90 დღით ევროკავშირში ყოფნის უფლება, შესაძლებლობა. ეს მძიმე იქნება არა მხოლოდ მათთვის, ვისაც არაჩვეულებრივი რომის თუ პარიზის დათვალიერება უნდა, არამედ ეს ძალიან მძიმე იქნება განათლების მიღების პროგრამებით, მათ შორის გაცვლითი პროგრამებით, მათ შორის განათლების მიღების მსურველთათვისაც, ანუ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სწორედაც რომ ასეთი რეჟიმით, უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 90 დღე მაქსიმუმ, ჩერდებიან 180 დღეში და იქ რომელიმე უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ. ძალიან მძიმე იქნება და კიდევ უფრო მძიმე იქნება ადამიანებისათვის, ვინც საკუთარი ოჯახის წევრებს პატრონობს და მიხავს ევროპის რომელიმე სახელმწიფოში, თუნდაც ყველაზე გაუბედურებულში, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ წამყვანებში მით უფრო, მაგალითად გერმანიაში, მაგალითად ნიუნბერგის საავადმყოფოში, მაგალითად. და იქ კურნალობას აგრძელებენ საკუთარი ოჯახის წევრებისა, რომლებსაც აქ საქართველოში უბრალოდ ვერ მკურნალობენ. კობახიძე ბანდიტი იტყვის, რომ წადით თურქეთშიო. ამგვარი რამე უთქვამს კობახიძეს. მაგრამ თურქეთმა შეიძლება ვერ მისცეს ის სერვისი, რაც შეიძლება მისცეს ისევ და ისევ პირობითად გერმანიამ. ან გერმანიამ შეიძლება ვერ მისცეს ის სერვისი, რომელიც შეიძლება მისცეს პირობითად საფრანგეთმა. და ასე შემდეგ. ანუ უნივერსალური კლინიკები, რასაკვირველია, ძალიან კარგი კლინიკები არსებობს, მაგრამ უმჯობესი კლინიკები არ ილევა ევროპის მასშტაბით. მე მინდა რომ ბერლინში წავიყვანო ჩემი ნათესავი, ესე ვიტყვი, და ვერავის ვერ უნდა ჰქონდეს უფლება ამ სერვისის ჩემთვის შეზღუდვისა. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამასაც შეზღუდავს. უფრო ზუსტი რომ ვიყო, ისეთ პოლიტიკას აწარმოებს, რომლის შედეგადაც ბრიუსელი იძულებული იქნება, რომ უვიზო რეჟიმი შეგვიჩეროს და შესაბამისად შეეხოს ეს შეჩერება უვიზო რეჟიმისა ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. მე ვიტანჯები ამას ამბობს მაკა ბოჭორიშვილი პირობითად ან ირაკლი კობახიძე და დაიტანჯე შენც, იმიტომ რომ აი ამ ყალბ პატრიოტულ ლოზუნგებს თუ ყალბ პატრიოტულ პოლიტიკას უნდა მარხორციელებდეთ მეც კობახიძე და შენც, ავი სტაბლიაშვილი თუ ნებისმიერი სხვა გვარის წარმომადგენელი. ეს არის მეორე უბედურება, ანუ სტუდენტები, ჩვეულებრივი წამსვლელი ბიზნესმენებზე რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბიზნესმენების ვერ ისარგებლებენ არა მხოლოდ უვიზო რეჟიმით, არამედ შეიძლება და მაღალი ალბათობით შეიძლება შეჩერდეს, ხაზგასმით მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ზმნაზე. ხაზგასმით უნდა ვთქვა, შეჩერდეს და არა გაუქმდეს ღრმა დაყოვილის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული DCFTA, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების თანანაწილია. ესეც შეიძლება შეჩერდეს დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში, მაქსიმუმ დეკემბერში. ამაზეც ამახვილებს ყურადღებას ელჩი ჰერჩინსკი, როცა ამბობს, რომ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ანუ გადაწყდება ბრიუსელში, განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ბრიუსელი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ DCFTA შეჩერდეს, უვიზო რეჟიმი შეჩერდეს, თავისუფალი ვაჭრობის სახელშეკრულება, ანუ DCFTA, ასოცირების ხელშეკრულება შეჩერდეს, ცალკეული ორგანიზაციებიდან გამოაფინტრიშონ იზოლაციისაკენ მიმავალი ბიზნე ივანიშვილის რეალურად, თუმცა ფორმალურად ირაკლი კობახიძის ხელისუფლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი, ჩვენ ბნელ წარსულში აღმოჩნდებით. ბუნებრივია, რომ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილ ქვეყანაში გაიზრდება კორუფცია, გაიზრდება ბანდიტიზმი, გაიზრდება ნეპოტიზმი, გაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირების შანსი. ამაზე ამახვილებს ყურადღებას ელჩი ჰერჩინსკი. და კიდევ უამრავი რამ მოხდება უახლოეს კვირებსა და თვეებშიო. ეს პერიოდი განსაზღვრავს თქვენ სადა ხართ. მაგრამ ახლა მე დავსვამ ერთ ძალიან და ფრიად საინტერესო კითხვას. განა მხოლოდ ბრიუსელის შესაძლო ქმედებებზე გადააქვს კი აქცენტი ელჩ ჰერჩინსკის და მისი სახით ევროკავშირს. განა თბილისში არ შეიძლება არ მოხდეს რაცხა ან რამ ისეთი, რაც საინტერესო იქნება და განსაზღვრავს საქართველოს საით მიდის. მე გეტყვით, რომ ეს ნამდვილად ასია. თბილისს
აქვს შესაძლებლობა უახლოეს კვირებში, თვეებში და თუნდაც წლის ბოლომდე სრულიად შეცვალოს კურსი. თავიდან ბოლომდე უხეშად ერთი ხელის მოსმით ბიზინა ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა რომ საქართველოს დაუბრუნოს ევროკავშირის გზას. ამისთვის მან რამდენიმე სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას. ასაკვირველია საკადრო წმენდა ცოცხლით უნდა დაუაროს პირდაპირ მნიშვნელობით ეხლა რაღაც ისინი ილუზიები ანალოგები გაგიჩნდებათ 2012 წელთან არაფერ შემთხვევაში. მოკლედ უნდა მიხვეტოს მარტივად რო ვილაპარაკოთ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კობახიძეს, პაპუაშვილს და სხვებს არ აქვთ უნარი და შესაძლებლობა რომ შეცვალონ საქართველოს საგარეო კურსი. მათ უკვე იმდენი მიქარეს, რომ სახის შენარჩუნება თუ უნდათ ისინი წარსულს ან წარსულის მდგომარეობაში არსებულ ქვეყანას ვერ მიუბრუნდებიან საკუთარ გადაფურთხებულს, ვიტყვი ასე, არ ალოკავენ. აქედან გამომდინარე ბიზინა ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა რომ ესენი ჩაანაცვლოს, გახვეტოს, გააგდოს, მოიცილოს, პოლიტიკურად დაკლას, ნებისმიერ სიტყვას ვიხმარ, თუ გნებავთ, ასე ვიტყვი და მე მგონი ჰერჩინსკი ამასაც გულისხმობს. ამაზეც ამახვილებს ყურადღებას, როცა ამბობს, რომ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. მოდი ასე ვთქვა, წლის ბოლომდე გადაწყდება ეს ყველაფერი. რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა პირველ ყოვლისა. ამასაც გულისხმობს ელჩი ჰერჩინსკი. უნდა პოლიტიკურად დაკლას, გააგდოს, მიხვეტოს, მოხვეტოს და ასე შემდეგ. ეს დაახლოებით 10 კაცი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოთა და აღმასრულებელი ხელისუფლება 10 თუ 12 კაცი. და სხვა ტიპებს უნდა დაეყრდნოს. ცოტნე ივანიშვილის საკუთარი შვილის გამოგორება, გამოყვანა თითქოს მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ ბიზინას უნდა ოპოზიცია დავარქვათ, ან ახალი პოლიტიკური ჯგუფი დავარქვათ, ან რაც გდებათ ის დავარქვათ, ცოტნე ივანიშვილისა და სხვების თავკაცობით ახალი პოლიტიკური ჯგუფის ქართული ოცნების ღირსეული ბრჭყალებში ალტერნატივის შექმნა, ოღონდ ცოტნე ივანიშვილი უნდა იყოს ერთ-ერთი თავკაცი, თუ მთავარი თავკაცი არა. მე მგონია, რომ ბიზინა ივანიშვილს ისევე როგორც არაფერი არ გამოუვიდა საერთოდ საზოგადოებრივ ასპარეზზე 20-30 არასამთავრობო ორგანიზაციაში წასვლა, რაღაცა გადაცემის გაკეთების მცდელობა, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა და ასე შემდეგ. მე მგონი, რომ ესეც არ გამოუვა, უბრალოდ დარწმუნებული ვარ. მაგრამ ბიზინა ივანიშვილს დაბუფასოთ ბრჭყალებში, რომ ამგვარი მცდელობა შესაძლოა, კვლავ ვიმეორებ აქვს და ბიზინა ივანიშვილმა შესაძლოა უახლოეს კვირებში ან თვეებში, როგორც ჰერჩინსკი ერთგვარად მიგვანიშნებს, შეიძლება მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება, თუ რამ წინააღმდეგობა არ შეხვდება სწორედაც, რომ კობახიძის და სხვათა მხრიდან. სხვათა შორის ამავე ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია მამუკა მდინარაძის მოცილება სუსიდან გენერალ-მაიორის ჩინით დაჯილდოება, გადაყვანა არარსებულ სახელმწიფო მინისტრად, იმიტომ რომ ეს სტრუქტურა როგორც ასეთი არ არსებობს, კარგი შეიქმნება სახელდახელოდ ნაძალადევად და ასე შემდეგ 15-20 კაცი იმუშავებს, ვინც გადმოჰყვება მამუკა მდინარაძის ან პარლამენტიდან, ან სუსიდან, ან ორივედან ერთად და 20 კაცი იმუშავებს, რისი მაკონტროლებელი უნდა იყოს ჩვენში დარჩეს გელაძე გააკონტროლებინებს კი საკუთარ თავს. თუნდაც ირაკლი ჩიქოვანი, რომელზეც არც კეთდება აქცენტი თავდასხმის უწყების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძის გააკონტროლებინებს კი, ანუ უკარდა ხებს სახელმწიფო მინისტრი გელაძის თუნდაც თამაზაშვილს, ეს შინაგან საქმეთა მინისტრი რომ გახდა. უკარდა ხებს თუ არა, ვინმე მდინარაძე მათთვის, კიდე გენერალ-მაიორი იყოს და კიდე გენერალი სიმუსი, ვინმე მდინარაძე გენერალია თუ არ ვცდები გელაძეს, უკარდა ხებს თუ არა რამეს. დასაკვირველია, ვერც გაბედავს მეთქი ვიტყვი ასე. ბიზინა ივანიშვილმა გელაძეს სუსში გადაიყვანა იმიტომაც, რომ გელაძეს ის ენდობა. კონტრდაზვერვაში, დაზვერვაში, რაღაც ინფორმაციებში საკუთარ უსაფრთხოებაში მამუკა მდინარაძეს არ ანაკლებად ენდობოდა. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამასთან გელაძეს ძალიან სერიოზული ჩვენი მასშტაბებით რაც საკვირველია, კავშირები აქვს მრავალწლიანი გაგიკვირდება და ისრაელთან. ბიზინა ივანიშვილს პერსონალურად სჭირდება მეტი და მეტი ახლო ურთიერთობა როგორც ოფიციალურ ისრაელთან, ანუ ნეთანიახუს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენლებთან, მათ შორის მინისტრების დონეზე და გელაძეს სწორედ მინისტრების დონეზე აქვს ეს ურთიერთობები, ასევე ცალკეულ იმ სტრუქტურებთან, რომლებიც ნეთანიახუს მთავრობასთან მუშაობენ, მისივე არის ბიზინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, უზრუნველსაყოფად. და გელაძე ამას გაუჩარხავს, მამუკა მდინარაძე ამას ვერ გაუჩარხავდა. ცოტა საკამათოზე მეტია, ან საეჭვოა, ან საინტერესოა, ან პასუხგაუცემელია უფრო ზუსტი რომ ვიყო, მინისტრად, შს-მინისტრად თამაზაშვილის დაწინაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტიდან.
იმიტომ რომ ეს თამაზაშვილი რო არ დაგვავიწყეს და რო ვიცოდეთ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირია. შესაბამისად ბრიტანეთის სანქციები სულ მინიმუმ დიდი შვიდეულის სახელმწიფოებზე ვრცელდება და თამაზაშვილი არის პირი, რომელიც არავისთან არცად არ არის ხელჩამოსართმევი პირი, აქვე ვიტყვი, მაგრამ როგორც ჩანს უერთგულესია რა თამაზაშვილი, უკეთესი კადრი შს სამინისტროში ივანიშვილმა უბრალოდ ვერ მოძებნა, ვერ მოიზია მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, თუმცა თუ ასე რაღაც სტრატეგიულად ვიაზრებთ თამაზაშვილი ვინ და თამაზაშვილი შს მინისტრად არ უნდა აწყობდეს წესით ბიზიდა ივანიშვილს, მაგრამ ეს ერთგვარი იძულებითი ან სხვა შანსი რო არ ქონდა ესეთი ნაბიჯი იყო გადადგმული მის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში ბიზიდა ივანიშვილმა გელაძის, თამაზაშვილის უწყებებში შემოწევით, გაძლიერებით, ასე ვიტყვი, გააძლიერა საკუთარი კლანი. და დაასუსტა კობახიძის კლანი. არა იმიტომ, რომ კობახიძის კლანი მაინც და მაინც წინააღმდეგობის გამწევია მისთვის. ბიზიდა ივანიშვილს მართლა ერთი ხელის მოსმით შეუძლია ერთის, მეორის, პაპუაშვილის, კობახიძის, მდინარაძის და ასე შემდეგ მოცილება გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ის რაც უახლოეს მომავალში, უახლოეს კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეს რაც ძალიან საინტერესოა, გადაწყდება, მოხდება, განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ამას ამბობს ელჩი ერჩინსკი და მე აკიგითხაით, რომ თავარი მაინც ჩემი მოსაზრებით არის საკადრო გადაწყვეტილები. ხოლო საკადრო გადაწყვეტილების შემდეგ თუ კობახიძის კლანი, ამოუკიდებლად იმისა ის კორუფციაში შემჩნეულია, კორუმპირებულობაში შემჩნეულია თუ არა. კობახიძე, კალაძე, მდინარაძე, პაპუაშვილი და ასე შემდეგ რაღაცა ფორმით ჩამოსცილდებიან მმართველობას, ანუ პენსიაზე იქნებიან გასტუმრებულნი, როგორც ბევრი ყოფილა გასტუმრებული ბიზიდა ივანიშვილის მიერ და მას აქვს ამის ძალა ნება საჭირო, უბრალოდ გადამწყვეტი სიტყვის თქმა, უბრალოდ საჭირო და მე მგონი ვუახლოვდებით ამ გადაწყვეტის სიტყვის თქმის მომენტს. უკვე შემდგომ ახალი პრემიერი ვინც იქნება დროებით ისიც რასაკვირველია, მან უნდა მიიღოს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, კერძოდ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების, გზის დაბრუნების თაობაზე, ანუ კობახიძის ნათქვამი 28 ნოემბერს უნდა დახიოს პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ უნდა თქვას, რომ არა, ჩვენ მაინც ვადგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ერთი. მეორე, ამის გასამაგრებლად თუ გასამყარებლად უპირობოდ სხვადასხვა ფორმით არ ვიცი სამართლებრივ ფორმებზე ან ეგრეთ წოდებულ სამართლებრივ ფორმებზე თავად იფიქრონ. უნდა გაანთავისუფლოს უკლებლივ ყველა პოლიტიკური პატიმარი და სინდისის პატიმარი. ანუ ჟურნალისტი ზია ამაღლობელი, პოეტი ზვიად რატიანი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის ხვები და სხვები. რამდენიც არიან. ეხლა კიდევ სამ სეგმენტად დაყო. უნდა გაანთავისუფლონ 4 ოქტომბრის ეს ბატონი პაატას დაბადების დღეა თუ არ ვცდები. გასწავათ არა დაბადების დღე სასამართლო პროცესია პაატა ბურჭულაძისა, მას პატივისცემას უდასტურებ. 4 ოქტომბრის საქმის მონაწილეები, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში შეეტენათ, რომ არ შეტენბოდათ ის ამბავი, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური მზაკვრობის, ასე ვიტყვი, შედეგი, იმიტომ რომ ესენი რასაკვირველია ამ 4 ოქტომბრის გადატრიალება თუ ჯანმშვიდობიანი ჯანყის თუ რაც ერქვა იმ აქციას, ისინი დააბოლეს, მათ შორის სუსის თანამშრომლებმა, ისინი დააბოლეს, გააგიჟეს, იმედები ჩაუსახეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის პოლიტიკური აქტი, როდესაც მაინც პოლიტიკური შურისძიება 4 ოქტომბრის მონაწილე თავარ ლიდერებზე და ლიდერებზე, ვინც დაპატიმრებული ამ საქმეზე. აგრეთვე ეს არის მეორე ჯგუფი. მესამე ჯგუფია 4 ჯგუფად დავყოთ. მესამე ჯგუფია პოლიტიკოსი პატიმრები, რომლებიც არ გამოცხადდნენ თეატრ ლუკიანის და მე სხვადასხვა გარი რაღაც ინტერპრეტაციები მიიღო და გაგრძელებები მიიღო ამ საქმემ. თეატრ ლუკიანის კომისიაზე მელია, ხოშტარია, ოქრუაშვილის ხვები და სხვები, რომლებიც გასანთავისუფლებლები გასაკვირველია არიან. ეს არის მესამე ჯგუფი. მეოთხე ჯგუფის ერთ პიროვნებაზე ცალკე ვიტყვი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ისე არივდარია, ეგრა მაგის პასუხია. ვითარება ალიანსსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, ამაზე ცალკე ვიდეო ბლოგი უნდა ჩაიწროს, კიდევ ერთი გუშინკი ჩავწერე და მეოთხე ალბათ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი მიზეზები, საბაბები, საფუძვლები, ყაველაშვილის შეწყალება იქნება თუ ყაველაშვილის ვიცი თუ რა არ პროკურატურის თხოვნა რომ გაანთავისუფლეთ მიხეილ ყაველაშვილი, იმიტომ რომ ახალი გარემოებები ვიზიტელი გამოიკვეთა, აქაო და გამოიკვეთა, ეს მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ამის შედეგად თუ ეს ყველაფერი განხორციელდება ახალი მეთაურის ახალი ხელმძღვანელის მიერ, ვინ არის ეს ახალი მეთაური სიმართლე გითხრათ არ ვიცი, გელაძე მაგალითად, ხო?
თუ განთავისუფლ თუ განხორციელდება ეს ევროკავშირი დაინახავს რომ საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდა და ამას უნდა დაემატოს ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები უნდა დაემატოს მეთქი ამას ვამბობ, მაგრამ ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. შეიძლება ეს იყოს კომპრომისის ერთგვარი საფუძველი. ყველა გარეთ პოლიტპატიმრები არ არსებობენ, კანონები ხო ბოდიში ვარ დამავიწყდეს. კანონები უნდა გააუქმებინონ ამ ბანდიტ პაპუაშვილს, ის უნდა გადააყენონ მანამდე და პარლამენტის თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ პირობითად ლადო კახაძე, აბსოლუტურად პირობითად ლაპარაკობ, ფორმალურ რად უნდა ასრულებდეს ლადო კახაძე ამ რაღაც მოვალეობას პარლამენტის ლიდერისა და მან უნდა ხელისაწევით დაადასტურებინოს ყველას, პაპუაშვილია მეთქი ასე ვიტყვი, რომ ეს კანონები პოლიტიკური ბიზნეს შეწოდილობიდან გამომდინარე ეს 10, 12, 15, 16, 20 კანონი გასაუქმებელია, რომლებიც მათ მიიღეს რუსულ კანონებს გულისხმობს ხადია, უნდა გამოიტანონ სარჩელი რაღაც პარტიების გაუქმების თაობაზე ამ წვრილმანებზე აღარც ვილაპარაკებ. და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ. როდესაც ხერჩინსკი ამბობს, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, მოხდება განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება, ხერჩინსკი გულისხმობს სავარაუდოდ არა მხოლოდ ბრიუსელის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს, არამედ გულისხმობს თბილისის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს და თბილისის მიერ ოღონდ არა კობახიძის მხრიდან თუ მიერ, იმიტომ რომ კობახიძემ უკვე თავი დაიღუპა, ვიტყვი ასე. კობახიძე უკვე წარსულია, კობახიძეს უკვე ჩალის ფასი აქვს, კობახიძეს უკვე არავინ არ ენდობა და ერთადერთი მართლაც ასე იყო ყოველთვის 2012 წლიდან განაწყვეტების მიმღები ვინც არის ამ ქვეყანაში არის თუნდაც გვარიანად მობერებული ბიზნესმენი, რომელსაც შესაძლოა მობეზრდა საქართველოს დე-ფაქტო მის მიერვე დანიშნული ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევა, მაგრამ მობეზრდა ერთია და ვალდებულება კი აქვს ის საპატიო თავმჯდომარეა და ის იღებს ალიევს და მას უგზავნის წერილს მარკო რუბიო, მე კი არა, ან პირდაპირ კობახიძეს კი არა, ის მას პინძლობს ალიევს და ის ელაპარაკება რაღაც სხვადასხვა საერთოდ იმ რაღაც ინვესტორებს არაბეთიდან და ასე შემდეგ და არა კობახიძე თუ მარიამ ქვრივიშვილი. აი ამ ნაბიჯებს თუ გადადგავს ბიზნა ივანიშვილი, გავიმეოროთ. განთავისუფლებს კობახიძე მდინარაძე კალაძეს დაიჭერს. მდინარაძე პაპუაშვილს გადააყენებს და პარლამენტის თავმჯდომარედ პირობით ლადო კახაძეს დანიშნავს ისის დროებით. მეორე თუ ეს პარლამენტი უკვე გამოაცხადებს არჩევნებს, თუნდაც 28 წელს ამის თქმა დამავიწყდა სიმართლე ლადო კახაძე თუ დაინიშნება პარლამენტის თავმჯდომარედ, შეიძლება კომპრომისის საგანი იყოს, რომ 26 წელს კი არ ჩატარდეს არჩევნები მაინც და მაინც რიგარეში, არამედ ჩატარდეს 28 წელს და მერე წავიდეს ქართული ოცნება, როგორც მანამდე ლადო კახაძე ხელმძღვანელობს პარლამენტად წოდებულს ფორმალურად ცხადია. ეს მეორე. მესამე გააუქმებენ კანონებს მიღებულს პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობის პირობებში საქართველოს დე-ფაქტო პარლამენტის მიერ. მეოთხე რაღაც ყველა სარჩელს და იმებზე აღარც ლაპარაკობ, ყველა ჯარიმას ჩამოწერენ, გააუქმებენ, ვინც არის გადახდილი აქ იმას დაუბრუნებენ, ამაზე არც ლაპარაკობ, ხო? მეოთხე გამოაცხადებენ, რომ საქართველოს უბრუნდება ევროკავშირის გზას, ახალი პრემიერის პირობითად გელაძე და ასე შემდეგ. აი ეს იქნება საფუძველთა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ არ დაგვიჭირთ. ამიტომ არა მარტო ბრიუსელზეა ეს დამოკიდებული. ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. არა მარტო ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ველით, არამედ მანამდე არ ველით, მაინც და მაინც, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ რა აქვს გასაკეთებელი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. პერსონალურად მე გონია, რომ ბიზნა ივანიშვილი ამას არ იგზავს. და აკი ამიტომაც არის ეს ერთსოდენ კაცრი გაფრთხილება, კიდევ ერთი გაფრთხილება ევროკავშირის მხრიდან. მაგრამ ნუ ღმერთმა უწყის საბოლოო ჯამში რას ნაბიჯებს გადადგამს სანქციების დამატებითი სანქციების საფრთხის წინაშე არსებული ბიზნა გრიგოლიჩ ივანიშვილი. ვნახოთ, ჩემთვის ის ინდულგირებული არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, დარწმუნებული არც თქვენთვის. ის ინდულგირებული იქნება მაშინ, როდესაც სასამართლოს წინაშე ის აგებს პასუხს, ობიექტური სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს, ობიექტური სასამართლოს პროცესი უნდა ჩატარდეს. დასაკვირველია და ყველა ბრალი უნდა წარედგინოს, ოღონდ ადვოკატიც უნდა იყოს სათანადო, რომელიც იქით დაგვისაბუთებს, რომ ამაში ბიზნა ივანიშვილი უბრალოა. მან დამნაშავე არ არის. და რაღაცაში ჩამოეწერება თუ რაღაც არ დაუმტკიცდება, რაღაცა დაუმტკიცდება და თუ დაუმტკიცდება, ბუნებრივია მან უნდა აგოს პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ერთგვარი ფორმით ვუგნებავთ ასე ვიტყვი მე. და ხელისუფლებიდან, მათ შორის კულისებიდან ის უნდა წავიდეს, რაც მალე მით უკეთესი, ასე მგონია მე. ნახოთ, მიხეილ სააკაშვილზე ხელმაც ესე ტყვიან ფრქვევი ამოიღო და ხრეთს ალიანსს
ცალკეულ პირებსაც. მაგრამ მაგის პასუხია, ცალკე ჩავწერ მესამე ვიდეო ბლოგს. დღეს მისცე მესამე ვიდეო ბლოგს. აღვამის. შეცვლის თუ არა მთავრობას ბიზნეს ივანიშვილი, ასე დავარქვით. რა ვადებში შეცვლის ბიზნეს ივანიშვილი მთავრობას?